will für mich auch noch mal sagen, wir sind კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დავიწყეთ დებატები უსაფრთხოების გარანტიებზე. მოხარული ვარ განვაცხადა, რომ მივედით იქამდე, როცა ამერიკელები ასევე მზად არიან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად. ახლა კი მნიშვნელოვანია საკითხი ალიანსის ფარგლებში და ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად შევისწავლოთ. რა არის სწორი მიდგომა? საბოლოოდ უნდა არსებობდეს პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის იქნება გარანტია, რომ რუსეთი კვლავ არ დაესხმება თავს, რომ რუსეთს ეშინია უკრაინაზე თავდასხმის. ეს უნდა განვიხილოთ და მე აქ არ მოვდივარ განცხადებებით იმის შესახებ, რა როგორ გაკეთდება. ეს ერთად უნდა განვიხილოთ. ვიცი, რომ კანცლერისთვისაც ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახსენა, თუ როგორ მივიღოთ ძლიერი უკრაინული არმია და უკრაინული იარაღის გაზრდილი წარმოება, ამაზე ძალიან მკაცრად გავამახვილებთ ყურადღებას. ყველა შემდგომი საკითხი განიხილება და გადაწყდება ფედერალური მთავრობის დონეზე. თუმცა არსებობს მკაფიო ვალდებულება და ეს კიდევ ერთხელ მინდა პრეზიდენტ ზელენსკის დაუდასტურო. გერმანია აიგებს პასუხისმგებლობას უკრაინელ მეგობრებზე, რადგან ეს სწორი საქციელია და რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ამით ჩვენი თავისუფლება და უსაფრთხოებაც დაცული იქნება.